ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს. კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და ბრალდებული პირის რაშიდ ქანჯიოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი ლუკავას საკითხს. ქართული მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნული პირის გათავისუფლება მოითხოვეს და მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ნებისმიერი ტიპის აკრძალვა შეზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და გაართულებს მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია გიორგი ლუკავას გათავისუფლება უმოკლეს ვადაში. გარდა ამისა, ჩვენ მოვიკითხეთ მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობა, დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით დაფიქსირებული იქნა, რომ გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. სხვა თემებთან დაკავშირებით ჩვენ შევეხეთ ასევე 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში მოკლული საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას საქმეს. ცენტრალური ხელისუფლების მკაფიო და პრინციპული პოზიცირება, რომ უნდა მოხდეს ამ საქმეში ამ მკვლელობაში ბრალდებული პირის კანჯიოღლის დაკავება. გარდა ამისა ვისაუბრეთ ჩვენ იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების სამომავლო დახურვასთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა, რომელიც გაართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, არა მარტო დაარღვევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს, არამედ მნიშვნელოვანწილად ზიანს მიაყენებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. შემდეგი შეხვედრა გაიმართება 21 მარტს.